აბჩილებით ხვიდით მე და შევქედი კოლბოხებს. იქანა და გარხა კიბილი აბჩილები იყვანა. დამოწე მარტივი. ხარო მე კალოში ვიდროგა გაფჩენილი. ხო, მოდარა, ბოლო აგვეთყვი რა მოხტაჯო. ხავა არ გეტყვი, ძამა. ხო. ბიჭო. ოპერის მომღერალი დავასაფლავე, ძამა, ოპერის მომღერალი. და რომი ვაყარე, აი დასაწყავი ვიცა. დედა ბიჭო რო ატყდა, კივილი ბიჭო. აი იგი რომა თუ ხავი ორკესტრი ხო იცი? ხო, რა ვარ ვიცი. ასულებს სახურა, კასული სახურებს ზოგადად ბიჭო. რო შემოკლენ, ძამა ერთმანეს და ბიზ და ამ ტაშის კურაში. სამჯერ ამომათხრიან და დამამარხიან, მაი დასაწყავი ბიჭო. არა, ხო, მამედედა. აი რა მუსიკის ხმაია. აიო. ეგერე. თუ გადევიღები ახლა. მაგენ ძამა მგონია მემეძებენ გევიქცეთ ახლა აქედან ბიჭო. აი ხო ბიჭო. რამდენი ვიბინეთ, სულ ძილაი ვითქვა მოკნიდან ბიჭო მომკლენ კაცი. აბა ბიჭო, აბა. ეთქობა ბიჭო, მაი შეჩვენებულები. ხო. ილი და საღამომდე ვერ მოცილდნენ, იმტანს ვერ შეელიენ ძამა. იმდენი უტყეს ბიჭო, ტაში ხელის გულები დუსტა, გონა მაგუპატრონებს. აი. ბაბაი, ეთი მოიაგეცა მოუძდეთ ჩამოუსვენოთ. კი ძამა, ჩამოვიდეთ. მოდი. აი ძამა, დავჯერგით მაგრამ. დაგითხრა იცი? ხო. აი შევქეთა სად იკარგა ბიჭო. დაკარგული დეპეშასავით რომ დაბორიალობს აქეთიგი. მე რა გითხარი შენ და აი მე არიცი რა ეს ზანტაკია, მაგით ბუქსიზი არ გამეიბია რა. ვარიანტია რა ვერ გამოიყვან მაგას შესახლით. ხო ძამა, მაი სულ დამავიზდა. ხო. მოცა, აი ხო ბიჭო. ბოლარი, შენ ახლა იმ დუხაურ ორკესტრის მანიუჟელი აგესმის ბიჭო. ბიჭო, სკენდერა. მეგონი ბიჭო, მაი ოპერის მომღერალი ლატარიაში მივიგე. წაიწმა, თუძმახა, ნახე. კიდუაქანი არ მომაყენო, მაინც არ თუ რა ნახდად გავგვიჟდები იცოდე ძამა. მეცა. რაია სკენდერ, ხუშიდობა ძამა. შევქეთა მოდის და მგონი მაგას მოყავს მაი ორკესტრი. არ გაგაცვი თუ ახლა მაი მუდრეგი მაიმუნი კაცო. იმარა. რაია ბიჭო, რა სახეკა გამისთანა? შაგეძეკა ბიჭო, ცოცხლები ხო ხარ ყველა? ამოიღე ხმაი და? არ. აი კოგა. ჩემი კატათელზე რომ ჩამოვკიდე გასაჩნობად ხომ გახსოვა? რაია ძამა, ეიშვა შპიგებიდან? შპიგებიდან არა ხვიტი ჯო. აბა რა იყო? თქვენ რო წამოეთ, წვიმა ხომ წამოუდა? ხო? მე რა რომ წვიმა წამოუდა? დავა, შლავი მეიძღლიზა და რა ჩვენ მკრებიჩი გვიფლიან ყველა შენეზოში მოწუწკა თუ რაღაცია. იტო, ახლა მაგა გავიდები კენდერა. ხო, მაი ოპერის მომღერალის თუ ამის ეზოში ჩამეიტანა. რა დამარხავს ბიჭო მაგას თავიდან? ჯო, მართლა ხომ არ ჩამოუტანია? არა თუ არა. მე რომ სახლიდან გამეველი, ჩვენს ეზოში არც ერთ გამარჯობათ ექიმო. გამარჯობა გეიბადო. იცით, ძალიან მერიდება ექიმო, მაგრამ ერთი უჩვეულო ახირება დამჩენდა და არ ვიცი როგორ გაგიმხილოთ. რა გჭირთ რომ მითხარით? ჩემთან როცა მოდიან, მეუბნებიან რა ჭირთ და მეც ვეხმარები შეძლების დაგვარად. თუ არ მეტყვით რა შეასახმე, როგორ დაეხმაროთ? რა და იცით, როდესაც მამაკაცთან ოთახში ვრჩები მარტო, ხო, ხერბადო. მაშინვე სურვილი მიჩნდება მასთან სექსუალური კონტაქტი დავამყარო. ხომ ვერ მეტყვით, რა ქვია მოვლენას? ამოვინა ხერბატონო, იღბლიანი შეხვედრა ქვია, იღბლიანი.
გამარჯობა ჯიმა, გამარჯობა. გამარჯობა ძმა შენი. რა ვახარ ბიჭო? აიცი კი ვარ ტახილი. აგერ ბიჭო, ქაითან გადაწყვეტების და ამ სიბერეში და პრეზერვატივი გექნება, პრეზერვატივი, კარგი პრეზერვატივი. პრეზერვატივი და ძმა. ხა. კი კაცო, მაგის მეს რას მოხსენ, კი კაცო. აგერა. აგერ ძმა, კაი პრეზერვატივი და ბედნიერ სექს გისურვებ, აბა? ასეთი მომსახურება მესმის ჯიმა. რას გეტყვი? ეგერ გადაღმარო აფთიაქია ხო ხედა? გამწარებული კონკურენცია აქვს მაგასთან. გამარჯობათ მოგძანდით. გისმენთ რა გნებავთ? პრეზერვატივი მინდა, პრეზერვატივი. ეხლა ბატონო, აირჩიეთ, რომელი გნებავთ? აი ეს მომენტი. ძალიან კარგი. შესანიშნავი არჩევანი გააკეთეთ. შეგიფუთოთ ბაფთით მოგართვათ თუ აფრო მოგაზომოთ? სადიყავი ლუკა, სად ამდეხა, სადადიხა? სად ვიყავი და ჩემს ამხანაგ დედა გარდაიცვალა. მერე? წავედი გასვენებაზე. ხო. ძალიან მაწყერინა ჩემ ამხანაგმა. რა უქენი ამითანა კაცო? რა და ეხლა გასვენებაზე ხელცარივი ხო არ მივიდოდი? რა მიუდადა? ბამბანერკა წავიღე, ბამბანერკა. მერე? ჩემ ამხანაგმა მითხრა გამიხმო, განზე და მითხრა რაიო? რაო დედა ჩემი ამ ბამბანერკას შეჭამდაო თუ რაო და ძალიან მეწყინა ეს ამბავი. და გაუხმეს იმას თავი რა ვარდები რომ იგეტანა? ან ვენოკი? დედამის დაყნოსავდა? აი დედა თავი. რა ვახარ ბიჭო, ლუკაია? არგაში როგორ ხარ, კახა გენაცვაი. არამიშავს, ხო ხარ ტახივი ბიჭო? კი ვარ, რა ვიცი მე. ვაი რა გლახათ ვარ ბიჭო, რა გლახათ ვარ. რა ვარ ამჭის ბიჭო, რა ვარ ამჭის. გუში ბიჭო ნოდარიას ქორწილი ქონდა, ხო იცნო ნოდარიას? როგორ არ ვიცნობ კაცო? ბიჭო იმ ხელა ქორწილი გადაიხადა, მაგუ პატრონოვი იმ ხელა ქორწილი, მერიკიფები, ხო მერიკიფები, მოტოციკლეტები დარბოდნენ ბიჭო ცეფაში. ეგ არის ბიჭო. ეგ არის მე რომ მომივიდა. ორი კვირის უკან ხო იცი მამა ჩემი რო დავასაფლავე. კი კაცო. სამეგრე რომ მთელი აჭარა იქ იყო ბიჭო, იმდენი ხალხი მოვიდა. დევიწის სირცხვილი. ზადე კაცო. და შემცხვა, მაგრად შემცხვა. ერთი კუბო მიდგა ოჯახში. კვირას 20 საათზე აჭარის ტელევიზიით ყველაზე სახუმარო გადაცემა. რაია ბაბაია მართლა რა, იქორწინება ამდენი უნდა იცვალო, იჯახიო. რაია ბოლოს და ბოლოს ამიხსენი. შილო. ხო. ქორწინება ისეთი რამეა. ეს რესტორანს გავს, რესტორანს. რესტორანს? რაში გავს რესტორანს? რესტორანში რო შეხვალ. ხო. მენიუში რო ჩაიხედავ. თოები ახით-იქით გაგერბის. ვაი მართალია ხო იცი? არიცი არჩევანი რაზე შეაჩერო. ხო. ხო და როცა შეკვეთის რო წინ დაგიდებენ. ხო. მაშინ ხვდები ბაბაია ის უნდა აგერჩია რაც შენს მეზობელს უდევს წინ თევზზე. მეზობელ? სადიყარი ხალო ამდენი ხანი სად დადიხარ ამ შუა ღამეზე რა? კაი კაცო, კაი, ნუ იჩერე ჯანჯღალი, სუ. სად ვიყავი და შენი და გავაცილე ინეზა. რო ჩადიხარი იქ და მოგართმევს იმას ხაჯაპურებს და ელარჯებს, კარგია, პატივისცემა არ უნდა იმას. გაცილე კი არა დაი, გაზეთ კითხულობ, დამზახარ რა. მერე რო გაცილე რა მოხდა ამით ამდენი ხანი რატო და გაცილე? კაცო, დავჯექი ტაქსში და გარგეყურება შენ, დავჯექი ტაქსში. ხა. არ გავიარე, ცოტა რომ გააჩერა პატრონმა ეს. პატრონმა? ეს ტაქსისტი. მერე? იაშიკები ქონდა ზემოდან დაწყობილი იაშიკები. ხოდა გააჩერა და იუნება რა გაქვს მაგო კაცო დასაწვავს. ამაქსო და კურთხლები მყავსო ამან უთხრა. მომეცი ერთიო იმან უთხრა. წადი და ჩამოიყვანე ადიო. მერე? მერი ავიდა ეს პოლიციელი ზევდა ცარიელი დახვდა იაშიკი. ჩამოვიდა დაბლა და წაართვა საბუთები ყველაფერი. ჩამოდაბლა უთხრა ვისაწყუებ შენო. დასმაშაყინებო სადა იქ კურთხელია რაო. აი ესე უნება ეს იუმორით სავსე იყო ეს ჩვენ კი გავიწინეთ მაგრამ ვაი ვისანაციცის. ეს ამან უთხრა კაცო ძაღლები დაგინახა და კურთხელი და გააჩერებ და იქ